აშშ-ს სამხედრო ძალები უმაღლეს მზადყოფნაში გადაიყვანეს, რადგან ისტორიული გასაოცარი სამშვიდობო ხელშეკრულება დახურ უკარს მიღმა საბოლოო შეთანხმების ეტაპზე. მხოლოდ რამდენიმე საათის შემდეგ, რაც დაზურვამ გამოავლინა ირანის სასოწარკვეთილი გეგმა პრეზიდენტის ოჯახის წევრების მკვლელობის შესახებ, როგორც შურისძიება მათი დაღუპული მეთაურის გამო, თეთრმა სახმა მოულოდნელად გააუქმა სამხედრო შვებულებები და დაიწყო მზადება მასშტაბური საჰაერო დაბომბვის კამპანიისთვის. მაგრამ ბომბების ჩამოვარდნის ნაცვლად ირანის რეჟიმის შიგნიდან გაჟონა შოკის მომგვრელმა სამშვიდობო წინადადება. ირანი, გავრცელებული ინფორმაციით, მზად არის ჩააბაროს თავისი მაღალდამდიდრებული ბირთვული მარაგი და გახსნას ჰორმუზის სრუტე. მაგრამ მაინც, შეერთებულ შტატებში კრიტიკოსები აფრთხილებენ, რომ ეს მახია. მოდით დღეს ზუსტად გავიგოთ, რა არის ეს ახალი შეთანხმება, რატო ზეიმობენ ირანელები და რატო აფრთხილებენ შეერთებულ შტატებში ადამიანები ამ მშვიდობის შესახებ. დავიწყოთ იმით, როგორ დაიწყო ეს უიკენდი. რადგან ვაშინგტონი კვიროდა, რომ რაღაც უნდა მომხდარიყო მანამდე, სანამ ეს მშვიდობის პირობები საჯარო გახდებოდა. პირველ რიგში პრეზიდენტმა ტრამპმა ოჯახური ქორწილი გამოტოვა, რომ თეთრ სახლში დარჩენილიყო. ხალხმა დაიწყო ფიქრი, რას ნიშნავდა ეს. შემდეგ იყო CBS News-ის ანგარიში, სადაც ამბობდნენ, რომ ამერიკელი სამხედრო მოსამსახურების შვებულებები გაუუქმდათ მემორიალის შაბათ-კვირისთვის. აშშ-ს სავარაუდოდ სამხედრო მოქმედებისთვის ემზადებოდა. ასევე იყო პენტაგონის ანგარიშები, სადაც ამბობდნენ, რომ მზადდებოდა სამხედრო დარტყმის გეგმები, რათა პრეზიდენტს მეტი არჩევანი ქონოდა იმ შემთხვევაში, თუ შეთანხმება არ შედგებოდა. შემდეგ პარასკევს გავრცელდა ინფორმაცია, რომ ირანი აქტიურად ცდილობდა ტრამპის ოჯახის წევრების მკვლელობას. ეს იყო შურისძიება ტრამპის მიერ კასემ სოლეიმანის, ირანელი მეთაურის, რომელიც ტრამპმა 2019 წელს მოკლა ლიკვიდაციისთვის. მოусმენთ ამ ანგარიშს. ტრამპის სავარაუდოდ მკვლელობის შეთქმულების სამიზნე იყო, რომლის ორგანიზატორი ცეჩუმიტანილი ტერორისტი იყო და ირანის ისლამური რევოლუციური გვარდიის კორპუსის წევრს წარმოადგენდა. გასულ კვირას დაკავებული გაწორთნილი ერაყის მოქალაქე, რომელმაც სავარაუდოდ ივანკას მოკვლის პირობა დადო და მისი ფლორიდის სახლის გეგმა ჰქონდა. ეს იყო ირანის სამხედრო ლიდერის კასემ სოლეიმანის მკვლელობაზე პასუხი. წყარომ New York Post-ს უთხრა, რომ ეჭუმიტანილმა შემდეგ ითქვა, ჩვენ უნდა მოვკლათ ივანკა, რომ ტრამპის სახლი დავწვათ ისე, როგორც მან ჩვენი სახლი დაწვა. იუსტიციის დეპარტამენტის ინფორმაციით, ტერორიზმში ეჭმიტანილი არაერთ ამერიკულ და ებრაულ ობიექტზე თავდასხმების უკან დგას. ის დააკავეს და შეერთებულ შტატებში გადაიყვანეს, სადაც მას ტერორიზმთან დაკავშირებულ მრავალ ბრალდებას წაუყენებენ. ერთი ადამიანი გარდაიცვალა და აი ეს არის წინაპირობა. მსოფლიო ელოდა განახლებულ დარტყმებს, მაგრამ ამის ნაცვლად შაბათს გუშინ 3 ირანელი ოფიციალური პირი ფაქტობრივად ადასტურებდა, რომ არსებობს შეთანხმება, რომელსაც არავინ ელოდა. და ამ შეთანხმების დეტალები არც ეს დაუდასტურები არ აქვს. ეხლა, პირველი რაც უნდა გავიგოთ, სანამ ყველა ამ დეტალში შევალთ, არის ის, რომ ყველა დეტალი, რასაც ვისმენთ, მოდის თეირანიდან. ეს მნიშვნელოვანია, რადგან ირანს სურს აკონტროლოს ნარატივი და თეთრი სახლი თითქოს ამის უფლებას აძლევს. რადგან თეთრი სახლიდან რეალურად არაფერს ვისმენთ. ასე რომ, როცა ამ ყველა ტერმინს ისმენთ, გახსოვდეთ, რომ ირანს ტყუილის თქმის ისტორია აქვს და ისინი ხშირად იტყუებიან. სინამდვილეში მხოლოდ ამ არხს მილიონობით ნახვა აქვს მოკლე ვიდეოებზე, სადაც ირანული ტყუილები დეზინფორმაცია და ხელოვნური ინტელექტის გამოსახულებებია გაბათილებული, რომლითაც ცდილობენ წარმოაჩინონ თითქოს ისინი იმარჯვებენ. მაგრამ აი რა არის მთავარი? მე უბრალოდ ამას უგულებელყოფდი. სინამდვილეში მე ბევრ რამეს უგულებელყოფ, რასაც ირანული მედია ავრცელებს. მაგრამ ამჯერად ჩვენ გვყავს ყოფილი კაბინეტის წევრები, მოქმედი სენატორები და სხვა პოლიტიკოსები, რომლებიც საჯაროდ საუბრობენ ამ შეთანხმებაზე. ამიტომ ამ გაჟონვას ნამდვილად აქვს გარკვეული საფუძველი. ჩვენ არ ვიცით, ეს მთელი ამბავია თუ მხოლოდ ნაწილია. მაგრამ ჯერ მოდით გავეცნოთ პირობებს და შემდეგ ვისაუბროთ, რას ნიშნავს ეს. თუმცა მოდით დეტალებში ჩავუღმავდეთ. ჯერ პრეზიდენტმა ტრამპმა თავად დაადასტურა, რომ მოლაპარაკებები მიმდინარეობს. Truth Social-ზე მან განაცხადა, რომ თითქმის ყველა ლიდერს ესაუბრა ახლო აღმოსავლეთში და რომ შეთანხმება ძირითადად უკვე მიღწეულია, დარჩენილია მხოლოდ საბოლოო შეთანხმება ამერიკის შეერთებულ შტატებსა და ირანის ისლამურ რესპუბლიკას შორის. ეხლა, ეს შეიძლება მნიშვნელოვანი იყოს. ტრამპს ირანისთვის არასდროს უწოდებია ირანის ისლამური რესპუბლიკა. ის ჩვეულებრივ მათ ტერორისტულ რეჟიმს ან ირანის რეჟიმს უწოდებდა. მაგრამ ამჯერად, როგორც ჩანს, ის უფრო ოფიციალურ ენას იხენებს. ასე რომ შეიძლება შეთანხმება ახლოს იყოს. ან იქნებ უბრალოდ ზედმეტად ფიქრობ. ეს ჩვევა მაქვს. მაგრამ მიუხედავად ამისა, ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც ტრამპმა ირანის მიმართ ოფიციალური ენა გამოიყენა. ამიტომ ფიქრობ ღირს ამის აღნიშვნა. ამის შემდეგ New York Times-მა და Wall Street Journal-მა ორივემ დაადასტურეს, რომ სპარსეთის ყურის ლიდერები, განსაკუთრებით კი კატარის, საუდის არაბეთისა და არაბთა გაერთიანებული საამიროების ლიდერები, ვაშინგტონს რაიმე სახის შეთანხმების გაფორმებისკენ უბიძგებდნენ, რადგან არ სურთ ომის განახლება. სპარსეთის ყურის ქვეყნებმა სულ ახლახან გადაიტანეს 2 თვე, როდესაც მათ მიმართულებით ნასროლ რაკეტებს იგერიებდნენ, დრონებით ბირთვულ ობიექტებზე თავდასხმები ხდებოდა და რა თქმა უნდა, ნავთობის ინფრასტრუქტურას ცეცხლი ეკიდა.
ამიტომაც სურთ ამ სისხლდენის შეჩერება და ჰორმუზის სრუტის ყვავ გახსნა. მოდი გადავიდეთ იმ შეთანხმებაზე, რომელსაც ისინი აჩქარებენ. აი დეტალები, შეხედეთ. სამი ირანელი ოფიციალური პირის თქმით, ირანმა ურთიერთგაგების მემორანდუმზე თანხმობა განაცხადა, რომელიც ყველა ბრძოლის შეწყვეტას ითვალისწინებს, მათ შორის ლიბანშიც და ჰორმუზის სრუტის გახსნას. სამაგიეროდ აშშ-ს საზღვაო ბლოკადა მოიხსნება. კომერციული მოძრაობა თავისუფლად გაგრძელდება. ირანმა ასევე დათანხმდა, რომ ტრანზიტის გადასახადს არ დააწესებს. და რაც მთავარია, ბირთვული საკითხი, ანუ მთელი მიზეზი, რის გამოც ეს ომი დაიწყო, გადაიდება შემდგომ მოლაპარაკებებზე, რომელიც ამ მემორანდუმის ხელმოწერიდან 30-დან 60 დღის განმავლობაში გაიმართება. და ამ ყველაფერთან ერთად ირანი აცხადებს, რომ ისინი მიიღებენ $25 მილიარდ გაკინული ირანული აქტივებიდან, რომელიც შეთანხმების შემდეგ გადაეცემა ისლამურ რესპუბლიკას. ასე რომ ეს არის ის პირობები, რასაც ირანი აცხადებს, რომ შეთანხმება მოიცავს. და თუ ეს მართალია, ეს საკმაოდ უხერხული იქნება, რადგან დაფიქრდით. ირანი რეალურად მხოლოდ ჰორმუზის სრუტეს თმობს. ისინი ისევ გახსნიან მას. ისინი შეწყვეტენ ტერორისტულ თავდასხმებს, ულთავდასხმებს. და სანაცვლოდ ირანი იღებს სანქციების შემსუბუქებას, ასევე იღებს $25 მილიარდ და რაც მთავარია, მათ ახლა ბირთვულ საკითხებზე მოლაპარაკება რეალურად არ უწევთ. ეხლა რა თქმა უნდა ეს ინფორმაცია ირანიდან მოდის, ასე რომ დიდად არაფერს ნიშნავს, მაგრამ თავარი ისაა, რომ ირანელმა ოფიციალურმა პირებმა ძალიან სწრაფად და საჯაროდ დაიწყეს ზეიმი. შეხედეთ. ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრეს-სპიკერმა ეს განცხადება გამოაქვეყნა და ეს იყო ერთადერთი ოფიციალური განცხადება, რომელიც შაბათს გამოვიდა. პოსტში წერია, რომაელთა აზრით, რომი იყო მსოფლიოს უდავო ცენტრი. თუმცა ირანელებმა ეს ილუზია დაამსხვრეს, როდესაც მარკუს იულიუს ფილიპუსი აღმოსავლეთით სპარსეთისკენ გაემართა, კამპანია რომის დამარჯვებით არ დასრულებულა. ის დასრულდა მშვიდობით, რომელიც სანჰედრინის პირობებზე დამყარდა. იმპერატორს ამის მირება მოუწია. ფიქრობ ეს იყო მისი ირიბი გზავნილი, რომ მშვიდობის შეთანხმება მოდის. მაგრამ აი რაც არის საინტერესო. სურათი სრულიად სხვა რამეზე საუბრობს. სურათი სინამდვილეში საუბრობს ომზე, რომელიც მოხდა 2060 წელს. მაშინ როცა ტექსტი საუბრობს ომზე, რომელიც დაახლოებით 16 წლით ადრე მოხდა, ეხლა ეს მნიშვნელოვანია, რადგან სურათი საუბრობს ირანის მოწინააღმდეგის დამარცხებაზე, მაშინ როცა ტექსტი მხოლოდ მოლაპარაკების გზით მიღწეულ შეთანხმებაზე საუბრობს. ასე რომ ირანი აგზავნის ორმაგ გზავნილებს, თითქოს ომი მოიგო, მაშინ როცა სინამდვილეში ეს სიმართლესთან ძალიან შორსა. მაგრამ სანამ დეტალებს შევალთ, რაც ამერიკის მხრიდან გვაქვს, მოდით ვნახოთ, როგორ რეაგირებდნენ ამაზე ზოგიერთი ადამიანი. შეხედეთ მაიკ პომპეოს. ის ყოფილი სახელმწიფო მდივანია. მან საჯაროდ განაცხადა, რომ თუ ეს პირობები რეალურია, მაშინ ამერიკამ ომი დაუყოვნებლი უნდა განაახლოს. არანაირი აზრი არ აქვს ყველაფრის დათმობას, რასაც ამერიკამ აქამდე მიაღწია. შემდეგ ყავდა სენატორი როჯერ უიკერსი. ის შეიარაღებული ძალების საკითხებში უფროსი სენატორი. და მან ამ შეთანხმებას კატასტროფა უწოდა, რომელიც გაანადგურებს ყველაფერს, რაც ოპერაცია ეპიკური რისხვის განმავლობაში იქნა მიღწეული. შემდეგ ასევე ყავდა სენატორი ლინდსი გრემი, რომელიც იგივე ამბობდა და სენატორი ტედ კრუზიც იმავე გზავნილს იმეორებდა. აქ ორი რამ უნდა გავითვალისწინოთ. ეს არის მთავარი მიზეზი, რატომაც გიზიარებთ თქვენ ირანიდან წამოსულ დეტალებს, რადგან რეალურად ეს შეიძლება იყოს ირანული პროპაგანდა. მაგრამ ჩვენ აქ შეერთებულ შტატებში ყავს მაღალი რანგის, მაღალი თანამდებობის პირები, რომლებიც ამ შეთანხმებას ძალიან სერიოზულად ეკიდებიან. და შესაძლოა ისინი ცდილობენ საჯაროდ მოახდინონ ზეწოლა ადმინისტრაციაზე, რომ არ მიიღონ მსგავსი რამ. მეორე მნიშვნელოვანი საკითხი ისაა, რომ ყველა ეს სენატორი და სხვა ყოფილი ოფიციალური პირი ალბათ არ ფლობს რეალურ დეტალებს. ისინი ეკორდნობიან იმავე ინფორმაციას, რასაც თქვენ და მე ვხედავთ. ასე რომ დიდი შანსია რეალური დეტალები ძალიან განსხვავებული იყოს იმისგან, რასაც ჩვენ კითხულობთ. მაგრამ ვფიქრობდი მნიშვნელოვანი იყო ამის გაზიარება. ეხლა მას შემდეგ რაც ვიდეოს ჩაწერა დავიწყე, აშშ-ს მხრიდან კიდევ მეტი დეტალი გამოვლინდა. შეხედეთ. ვიღაცა თეთრი სახლიდან ანონიმურად ესაუბრა New York Times. და ეს იგივე გამოცემაა, რომელმაც თავდაპირველად გამოაქვეყნა ამ შეთანხმების ირანული პირობები. ამ ანგარიშის მიხედვით, ორი ამერიკელი ოფიციალური პირი ადასტურებს, რომ შეთავაზებული შეთანხმების ერთ-ერთი ელემენტია ირანის აშკარა ვალდებულება, უარი თქვას მაღალ დონეზე გამდიდრებულ ურანის მარაგზე. ოფიციალურმა პირმა განაცხადა, რომ წინადადება ზუსტად არ განსაზღვრავს, როგორ უარს ითქვის ირანი ამ მარაგზე, მაგრამ დეტალები მოგვიანებით შემდგომ მოლაპარაკებებზე განიხილება. მაგრამ ზოგადი წერილობითი ვალდებულება, რომ ირანი თანხმდება ურანის გადაცემას, როგორც იუწყებიან ჩართულია შეთანხმების ჩარჩოში. ეხლა ძალიან ადვილია ვივარაუდოთ, რატო არ სურთ ირანელებს, რომ ეს დეტალი საჯარო გახდეს. რადგან ბოლოს, როცა ისინი მსგავს რამეზე შეთანხმებას მიუახლოვდნენ, რაც ჩემი აზრით ერთი თვის წინ იყო, თეირანში IRGC-ის მხარდამჭერი ძალებისა და მომხრეების მხრიდან რეალური პროტესტები მიმდინარეობდა. ადამიანებს, რომლებიც რეჟიმს უჭერენ მხარს, არ სურდათ, რომ ირანს ურანი დაეთმო. ასე რომ ლოგიკურია, თუ ისინი მსგავს რამეზე შეთანხმდებიან, სურთ რომ ეს ჩუმად დარჩეს. მაგრამ ეს თითქმის მთელი ამბავია. ასე რომ, ეს არის მთელი ისტორია. ირანი საჯაროდ აცხადებს, რომ ურანის საკითხზე მოგვიანებით ისაუბრებენ.
მაგრამ აშშ-ის ოფიციალური პირები ამბობენ, რომ ირანს უკვე აქვს აღებული ვალდებულება, რომ უარი თქვას ურანზე. ეხლა რა თქმა უნდა, ორივე ვერ იქნება სიმართლე. ვიღაც უნდა იტყუებოდეს. და იმის მიხედვით, თუ ვინ ტყუის, ამას შეიძლება დიდი შედეგები მოხვდეს. თუ ირანი ტყუის მხოლოდ იმისთვის, რომ საკუთარი თავი უფრო ძლიერად წარმოაჩინოს ქვეყნის შიგნით, ეს მართვადია. და ალბათ ეს ისაა, რაც აშშ-ს დიდად არ ადარდებს. შეთანხმება ალბათ იმუშავებს. მაგრამ თუ აშშ-ს ოფიციალური პირები ცდილობენ წარმოაჩინონ შეთანხმება, რომელიც სინამდვილეში ისეთი ძლიერი არ არის, როგორც ამტკიცებენ, მაშინ ეს დიდ გავლენას მოახდენს არა მხოლოდ ქვეყნის შიგნით, რადგან შუალედური არჩევნები გვიახლოვდება, არამედ დიდ გავლენას მოახდენს საერთაშორისო დონეზეც. რადგან ბევრი მოკავშირე, რომელიც დამოკიდებულია შეერთებულ შტატებზე, ალბათ ყურადღებით დააკვირდება იმას, რასაც აშშ-ს ახლა აკეთებს. და თითქოს ეს ყველაფერი საკმარისად ცუდი და დამაბნეველი არ იყოს, პაკისტანიდანაც გვაქვს განცხადება პაკისტანის პრემიერ-მინისტრის მხრიდან. და ეს განცხადება ძირითადად ამბობს, რომ ჯერჯერობით შეთანხმება არ არსებობს. მნიშვნელოვანია გვახსოვდეს, რომ პაკისტანი არის მთავარი შუამავალი ირანსა და შეერთებულ შტატებს შორის. და ბევრი ადამიანი აკრიტიკებს პაკისტანს როგორც შუამავალს, რომ ვერ გაართვა თავი ამ როლს. მაგრამ გახსოვდეთ, მეგობრებო, მედიაცია ძალიან რთული საქმეა. აშშ-ს მსცადა შუამავლობა უკრაინასა და რუსეთს შორის სამშვიდობო შეთანხმებაზე და შედეგი ვერ მივიღეთ. ასე რომ თუკი პაკისტანი ვერ მოახერხებს, იცით, ამ მოლაპარაკებების წარმატებით დასრულებას, ეს რაღაც მხრივ მოსალოდნელიცაა. ერთი რამ, რაც აშშ-ს არ უნდა არის ის, რომ პაკისტანი ირანის აგენტად იქცეს, როგორც ომანი იქცეოდა ამ ომამდე. ასე რომ ეს უფრო ცუდი იქნებოდა, ვიდრე პაკისტანის მოლაპარაკებებში წარუმატებლობა. მაგრამ მიუხედავად ამისა, მოდით გადავხედოთ ამ განცხადებას. ულოცავ პრეზიდენტ ტრამპს მშვიდობისკენ, სწრაფვისთვის გაწეულ განსაკუთრებულ ძალისხმევას და დღევანდელი დღის დასაწყისში გამართული ძალიან სასარგებლო ნაყოფიერი სატელეფონო საუბრისთვის. Field Marshal Said Asim Muniri წარმოადგენდა პაკისტანს ამ სატელეფონო საუბარში და მე დიდად ვაფასებ მის დაუღალავ ძალისხმევას. დისკუსიებმა მოგცა სასარგებლო შესაძლებლობა, გაგვეცვალა მოსაზრებები მიმდინარე რეგიონულ ვითარებაზე და იმაზე, თუ როგორ უნდა გაგრძელდეს მიმდინარე სამშვიდობო ძალისხმევა, რათა რეგიონში დამყარდეს მდგრადი მშვიდობა. პაკისტანი უდიდესი გულწრფელობით გააგრძელებს სამშვიდობო ძალისხმევას და იმედოვნებს, რომ ძალიან მალე უმასპინძლებს მოლაპარაკებების შემდეგ rounds. ესეთი განცხადების საკითხვისას და რა თქმა უნდა პაკისტანის სხვა განცხადებების საკითხვისასაც ზოგჯერ მრჩება შთაბეჭდილება, რომ პაკისტანი უფრო მეტად არის ორიენტირებული იმაზე, რომ ისლამაბადში გაიმართოს რაიმე სახის სამშვიდობო მოლაპარაკებები, ალბათ იმიტომ, რომ მათ ძალიან უყვართ ყურადღების ცენტრში ყოფნა. ბოლო ჯერზე, როცა ისლამაბადში სამშვიდობო მოლაპარაკება ან შეხვედრა ჰქონდა, მთელი მსოფლიო ადევნებდა თვალს ამ ქალაქს, ასე რომ მათ ნამდვილად სურთ ეს ისევ განმეორდეს. მაგრამ საბოლოო ჯამში ეს დიდი პრობლემა არ არის, თუ ისინი წარმატებას მიაღწევენ. ეს არის ყველაფერი, რაც თქვენთვის მქონდა. ჩემი სახელია სემ და შემდეგ ვიდეოში გნახავთ. ეხლა რომ გავიგოთ, რატომ იქცევა ირანი ასე როგორც ეხლა იქცევა, უნდა დავბრუნდეთ უკან და ვნახოთ, როგორ მივიდა ირანი იქამდე, სადაც დღეს არის. ეს მხოლოდ 1979 წლამდე დაბრუნებას არ ნიშნავს, როცა ისლამური რევოლუცია მოხდა. სინამდვილეში კიდევ უფრო უკან უნდა დავბრუნდეთ მე-19 საუკუნეში, როცა ყაჯარების დინასტია მართავდა ირანს და დავაკვირდეთ, როგორ ახდენს იმდროინდელი მართველი კლასის გადაწყვეტილებები დღემდე გავლენას ირანზე. აბა გამოიცანეთ რა. ზუსტად ამას ვაკეთებთ ჩვენს მრავალნაწილიან პოდკასტში, რომელიც დღეს გამოვიდა. ასე რომ თუ შენ ხარ ადამიანი, რომელსაც აინტერესებს ირანის ისტორია და როგორ მივედით დღევანდელ მდგომარეობამდე, აუცილებლად მოусმინე. შეგიძლია უკურო მას აღწერაში მოცემულ ბმულებზე დაჭერით, ან უბრალოდ დააჭირო ეკრანზე გამოსახულ ვიდეოს. ანუ დააჭირო იმ ვიდეოს, დროს რომელიც შენს ეკრანზეა.